ლას-ვეგასი, Allegiant სტადიონი, WrestleMania 41. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამ ქალაქს რესლინგის მთავარი ღონისძიება დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, სცენა ლას-ვეგასის შესაბამისი გაფორმებით ვიხილეთ. ნეონის განათება, დიდი სასტუმროს გამოსახულება და ჰაერში ჩამოკიდებული ბანკოს ფორმის ეკრანები. სიახლე იყო ამავე სცენაზე მაყურებლებისთვის განკუთვნილი VIP სივრცის მოწყობა. Netflix-ა და WWE შორის გაფორმებული 10 წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე წლევანდელი WrestleMania გახდა პირველი, რომელიც პირდაპირ ეთერში გაეშვა Netflix-ის პლატფორმაზე, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში. WrestleMania 41 ასევე პირველი იყო CM Punk-ისთვის, სადაც ნანატრ main event-ზე მიიღო მონაწილეობა. ჯონ სინასთვის კი სავარაუდოდ ბოლო, რადგან როგორც დაგვიანონსა, დეკემბერში უკვე დაასრულებს რესლინგ კარიერას. ივენთის პირველი დღის დაწყებამდე live stream-ზე გახდა ცნობილი, რომ რეი მისტერიო SmackDown-ზე მიღებული ტრავმის გამო ვერ ჩაატარებდა თავის ბრძოლას El Grande Americano-ს წინააღმდეგ. მის ნაცვლად კი მატჩში ახლად დამატებული ლუჩადორი, რეი ფინიქსი ჩასვეს. ტრავმების სია აქ არ მთავრდება და ბეილის უცნობი თავდავსხმელი აყენებს დაზიანებას, რის შედეგადაც ისიც ჩაიხსნა ბრძოლიდან. მის თანაგუნდელს ლაირა ვალკირიას კი კვირას გასამართი მატჩისთვის ახალი პარტნიორის მოძებნა უწევს. ასევე ამ ლაივზე დადასტურდა WWE-ის მიერ მექსიკური რესლინგის Lucha Libres ორგანიზაციის შეძენა და მათთან ერთად ივნისში გასამართი შოუ დაგვიანონსეს. WrestleMania 41 გახსნა კომპანიის მთავარმა ხელმძღვანელმა, Paul Triple H Levesque-მა. ისაუბრა თუ როგორი მოხარულია, რომ პირველად ისტორიაში ეს ღონისძიება მოხდა Netflix-ის პლატფორმაზე და ამის შემდეგ ხედავთ პირველ რეკლამას. წლევანდელ WrestleMania-ზე ზედმეტად ბევრი რეკლამები აჩვენეს. რავის Netflix-ზე სადებიუტო ეპიზოდიდან მოყოლებული რინგზე გამოსახულ ლოგოებს უკვე შევეჩვიეთ. ყველა მატჩს ყავდა თავისი სპონსორი. სცენაზეც დაამატეს სპონსორის ლოგო. მაყურებლებში გამოჩნდნენ კომპანიის მასკოტები. ხმაურის მაჩვენებელსაც კი სპონსორი ყავდა. კარგი, მოდი გადავიდეთ მიმოხილვაზე. ამ ვიდეოში ვექნება მატჩების tier list-იც და რამდენიმე თემასაც შევეხებით. პირველი დღის პირველი დაპირისპირება. 2025 წლის Royal Rumble მატჩის გამარჯვებული Jey Uso, World Heavyweight-ის ჩემპიონი განთერის წინააღმდეგ. მატჩის სტარტი საკმაოდ ნელი იყო. სანამ გახურდებოდნენ, დასაწყისში Uso მარჯვენა ხელს იტკიებდა. გარდამავალი უპირატესობა განთერის მხარეს იყო, მაგრამ იმდენად მცირე, რომ წინა ბრძოლებიდან განსხვავებით James სიტუაციის შემოტრიალება მოახერხა. Superkick-ის, Spear-ის და სამი Usos Splash-ის შემდეგ განთერი ისევ ფეხზე ცდილობს წამოდგომას. რა დროსაც მის წინააღმდეგ მისავე submissions იყენებს და Jey Uso ჩემპიონი ხდება. სცენარისტების თავში რა ტრიალებს არ ვიცი, განთერის როგორც ring გენერალის პერსონაჟის ასე დამარცხება რბილად რომ თქვათ, მასზე კარგად ვერ აისახება. ახლა main event Jey Uso-საც შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფანები აქტიურად ერთვებიან მის გამოსვლებში და მერჩების გაყიდვით მოწინავე პოზიციას იკავებს, სოციალურ ქსელებში მაინც დიდ კრიტიკას იღებს. ტიტულის მოგებამ კი ვერაფერი შეცვალა. საერთო ჯამში ნორმალური ბრძოლა გამოვიდა და ამ კატეგორიაში ჩავსვა. Tag Team ჩემპიონები The War Raiders-ი The New Day-ის წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც თავიდანვე არ იმსახურებდა WrestleMania-ზე მოხვედრას მისი სუსტი სცენარის გამო. ამის მაგივრად შეიძლებოდა SmackDown-ის Tag Team ტიტულისთვის მოასპარეზე რესლერებს შორის TLC მატჩის ან Andre the Giant-ის სახელობის Battle Royale-ის ჩასმა. ორივე ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებოდა და ღონისძიებას უფრო მრავალფეროვანს გახდიდა. New Day-ის დაჯგუფებიდან Big-ის გაგდების შემდეგ Kofi Kingston-მა და Xavier Woods-მა პერსონაჟის ცვლილება განიცადეს. ახლა უკვე Heel-ის როლში თაღლითობას არ ერიდდებიან და ამ მატჩიც ასე მოიპოვეს გამარჯვება. მაყურებლებისთვის ეს ბრძოლა იმდენად უინტერესო იყო, რომ მათმა ნაწილმა საპირფარეშოში და სნექების საყიდლად გასვლა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს მატჩი წავა ბოლოში. Jade Cargill-ი Naomi-ის წინააღმდეგ. აგრესია, რომელიც ამავ რესლერს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ, WrestleMania-ს მატჩიც აისახა. Jade-ის ძლიერი მოძრაობები გახდა ამ ბრძოლაში მოგების მთავარი მიზეზი. ჯამში ორივემ ნორმალური სანახაობა შემოგთავაზეს. United States-ის ჩემპიონი LA Knight-ი Jacob Fatu-ს წინააღმდეგ. მთლიანობაში კარგი მატჩი გამოდგა, ორივემ თავი უძლიერესი დარტყმებით, მოძრაობებით და სისწრაფით გამოიჩინა.
მათ სიუჟეტის განვითარებაზე დიდად დრო არ დახარჯულა, მაგრამ რინგზე ჩატარებულმა შოუმ ყველაფერი გადაწონა. ჯეიკობ ფატუმ მოიგო პირველი სოლო ტიტული და აგრძელებს განვითარებას. მატჩი კი მოდი ჩავსვათ კარგის კატეგორიაში. რეი ფინიქსი ელ გრანდი ამერიკანოს წინააღმდეგ. წინა დღით რეი მისტერიოს ტრავმა რომ არ მიეღო ამ დაპირისპირებას როსლმენიაზე ვერ ვნახავდით. ამიტომ ამ მატჩის მიმართ დიდად კრიტიკული ვერ ვიქნებით. დასაწყისში ამერიკანომ მექსიკელი რესლერისგან ვიკინგოსგან მიიღო საკადრისი პასუხი, რომელიც მაყურებლის როლში მოგვევლინა. იძულებითი ცვლილების და რესლმენიაზე სადებიუტო მატჩის კვალობაზე ფინიქსმა კარგი ბრძოლა ჩაატარა. ჩად გეიბლი უпростоრად ელ გრანდე ამერიკანო სტაბილურად აგრძელებს მატჩების რკინის ნაჭრით მოგებას და ეს უკვე რესლინგის მთავარ ივენტზეც მოახერხა. ზოგადად ეს ყალბი ლუჩადორის პერსონაჟი, AI-ის გაკეთებული ფოტოები და ახლა უკვე დამკვრელების ფონზე გამოსვლა ღადაობაა. ამ ბრძოლას კი ჩავსვავ ნორმალურში. WWE-ის ქალთა ჩემპიონი ტიფინი სტრეტენი 2025 წლის ქალთა Royal Rumble მატჩის გამარჯვებული შარლოტ ფლეერის წინააღმდეგ. ტიფინის ერთ-ერთ პრომოში სცენარის გადაკვეთა. შარლოტის ყოფილი ქმრების დათვლა და ამის გამო დაწყებული რეალური დაპირისპირება ამ მატჩში კარგად გადმოვიდა ბინძური დარტყმების და ტრეშ-თოლქის სახით. ბრძოლა საკმაოდ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ხანდახან მოქმედებები ნელდებოდა და მუხტი იკარგებოდა. შარლოტის დაზიანებულ ფეხზე დარტყმების და ლამაზი ფინიშერის ხარჯზე ტიფინი სტრეტენმა შეინარჩუნა კამარი, რითიც ამ ახალგაზრდა რესლერმა კიდევ უფრო გაიმყარა ადგილი WWE-ში. ამ ბრძოლასაც ჩავსვავ ნორმალურში. მოვიდა დრო ვისაუბროთ პირველი დღის საუკეთესო მატჩზე, რომელსაც პირდაპირ საუკეთესოს კატეგორიაში ჩავსვავ. რომენ რეინსის, სეთ როლინსის და CM Punk-ის დაპირისპირება. მატჩი სავსე იყო რესლინგის საუკეთესო ელემენტებით, რომელსაც ზურგს მშვენიერი სიუჟეტი უმაგრებდა. თითოეული მონაწილის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები კარგად ჩანდა. ახლოს ვიყავით The Shield-ის Powerbomb-ის ნახვასთან, მაგრამ რეინსმა ის მარტომ გააკეთა. ჯერ CM Punk-ზე, შემდეგ კი Seth Rollins-ზე. ამის მერე ვნახეთ ფინიშერების მთელი კასკადი. მატჩში ერთვება მენეჯერი Paul Heyman-ი, რეინსის და Punk შორის არჩევანს CM Punk-ზე აკეთებს, მას კამს აწვდის, გვერდით უდგება და მოულოდნელად ფეხებს შორის ურტყავს. მათი გაერთიანება ერთი მატჩიც არ გაგრძელდა. რეინსი მთელ გაბრაზებას Punk-ზე გამოხატავს და როცა საქმე Seth-ზე მიდგება, Heyman-ი ახლა უკვე მას ღალატობს. როგორც ჩანს, ახალი დაჯგუფება მივიღეთ. Seth Rollins-ის კამით ისტორიას ამეორებს და მთავარი ივენთის გამარჯვებული ხდება. WrestleMania 41-ის მეორე დღე გახსნა Stephanie McMahon-მა. მისი მეუღლის Triple H-ისგან განსხვავებით, მას საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. შეეხო ლას-ვეგასში ჩატარებულ პირველ WrestleMania-ს, სადაც 16 წლის იყო. დღეს კი უკვე მისი შუათანა 16 წლის ქალიშვილი ესწრება ამ ღონისძიებას. ისაუბრა მაყურებლებზე, რომ თითოეული ჩვენგანი არის ამ დიდი ოჯახის წევრი, რასაც WWE ჰქვია. კვირადღის პირველი მატჩი. Io Sky's, Rhea Ripley-ის და Bianca Belair-ის დაპირისპირება ქალთა მსოფლიო ჩემპიონობისთვის. უდაოდ main event-ის დონის ბრძოლა. შვენიერი ტემპი, სამივე მონაწილე ძირითადად ყველა მომენტში ერთვებოდა. მათთან ერთად აუდიტორიაც აქტიური იყო. სხვა დაპირისპირებებთან შედარებით სიუჟეტური კუთხე დიდად განვითარებული არ იყო, მაგრამ ამ მატჩს ეს ვერანაირად ვერ აკნინებს. Rhea's და Bianca-ს Io Sky's არდაფასება ძვირად დაუჯდათ და Iom შეინარჩუნა ტიტული. რა თქმა უნდა, ეს მატჩი წავა საუკეთესოში. Drew McIntyre-ი Damian Priest-ის წინააღმდეგ. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გამოვიდა, თუ არ ჩავთვლით იმ მომენტს, როცა Drew selfie გადაიღო და X-ზე ატვირთა სათაურით სამსახურში ჯერ კიდევ მოწყენილი. მატჩში რამდენიმეჯერ გამოიყენეს მაგიდა. ასევე რკინის კიბეები. და სკამი, რომელიც Priest-მა რინგის კუთხეში გაჭედა, McIntyre-მა მისავე საწინააღმდეგო დაამოქმედა. გამარჯვებაც სწორედ ასე მოიპოვა. ორივე მისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, რომ მართლა სურდათ ერთმანეთის დაზიანება და უკან არაფერზე იხევდნენ. ამ ბრძოლამ დაიმსახურა კარგის კატეგორია. Braun Breaker-ის, Dominic Mysterio-ს, Penta-ს და Finn Balor-ის მატჩი ინტერკონტინენტალის ტიტულისთვის. მორიგი აქტიური დაპირისპირება. Breaker-ი ნამდვილი მხეცი იყო. ბრძოლის უმეტესი ნაწილი მისი დომინაციით წარიმართა. ნახტომში სფიერი და საკომენტატორო მაგიდაზე დაგდება მშვენიერი გამოვიდა. მის შემდეგ ალბათ დომი იყო, ვისი გამორჩევა შეგვიძლია ამ მატჩიდან. ტიტულით სრულიად დამსახურებულად მოიგო.
უცნაური იყო მისი გამარჯვების შემდეგ ხალხის გამოხატული ემოცია. მიჩვეულები ვიყავით, რომ დომინიკს ტვენით ხვდებოდნენ და ლაპარაკს არ აცდიდნენ, მაგრამ აქ პირიქით მისი გაჩემპიონების შემდეგ გახარებული ფანები ვნახეთ. მისტერიოსაც ისე სიამოვნა ეს ოვაცია, რომ შუაგზიდან რინგზე დაბრუნდა და ისევ იზეიმა გამარჯვება. აქვე უნდა ითქვას ბრონ ბრეიქერის ტიტულის დაკარგვაზე, რომელიც დიდად არაფერს არ ნიშნავს. მეტიც WrestleMania-ს შემდგომ რავზე მიდქარდიდან ტოპ ქარტში გადაინაცვლა. სეთ როლენსთან და პოლ ჰეიმენთან გაერთიანების შეკვრით. ამ მატჩს კი ჩავსვავ კარგში. რენდი ორტონი ჯო ჰენდრის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც კევინ ოუენსის კისრის ტრავმის გამო მისი და რენდი ორტონის ბრძოლა გაუქმდა, რენდი WrestleMania-ზე მატჩის გარეშე დარჩა. რამდენიმე სავარაუდო ოპონენტი მოიაზრებოდა, მათ შორის SmackDown-ის მენეჯერი ნიკ ოლდისი, რომელსაც ორტონმა 2 კვირის წინ RKO გაუკეთა. საბოლოოდ დაანონსებული არავინ არ იყო და როდესაც რენდი რინგზე გავიდა, მაშინ გაირკვა მისი მეტოქე. TNA-ს მსოფლიო ჩემპიონი ჯო ჰენდრი. მის გამოჩენას ალბათ არავინ არ ელოდა. აუდიტორია გახარებული, თვითონაც ბედნიერი. სიმართლე რო ვთქვათ, მატჩი არაფერი განსაკუთრებული, მარტივი ბრძოლა, 3 წუთში დასრულებული. ჯო ჰენდრის საფირმო პოზიორობა კამერასთან და რენდის RKO. დასასრული ამაზე უკეთ არ შეიძლებოდა. მატჩის შემდეგ სახალისო სანახავი იყო უკვე რენდისეული ვერსია. ეს ბრძოლა ბოლოსთვის არ მემეტება, ამიტომ არ იყო ცუჩი ჩავსვავ. AJ Styles-ი ლოგან პოლის წინააღმდეგ. ჩემთვის მოსაწყენი მატჩი გამოვიდა. ტექნიკური მოქმედება არც ერთს არ დაეწუნებოდა, მაგრამ უფრო მეტი სისწრაფე იყო საჭირო. Karrion Kross-ის და AJ Styles-ის სიუჟეტის ჩართვა ნორმალური გამოვიდა. საბოლოოდ ამან მაინც ვერ უშველა ამ ბრძოლას. ლოგან პოლმა თავისი ახალი ფინიშერით, პოლარაიზერით მოიპოვა გამარჯვება. ამ მატჩსაც არ იყო ცუდის კატეგორიაში ჩავსვავ. ხალთა თაგ-თიმ ჩემპიონები ლივ მორგენი და რაკელ როდრიგესი, ლაირა ვალკირიას და ბეკი ლენჩის წინააღმდეგ. ბეილის ტრავმის შემდეგ ლაირას ახალი პარტნიორი გამოუჩნდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბეკი ლენჩი რესლინგს დაუბრუნდა. თლიანობაში ბრძოლა ნორმალური. აქცენტი ბეკის დაბრუნებაზე იყო გაკეთებული და ვალკირიასთან ერთად თაგ-თიმ ჩემპიონი გახდა. WrestleMania-ს შემდეგ რავზე რემატჩი გაიმართა, სადაც მათ დაკარგეს ტიტულები. ამის მერე კი ბეკისგან მოსალოდნელი პერსონაჟის ცვლილება ვიხილეთ. მომდევნო pay-per-view-ზე სავარაუდოდ მათ შორის გაიმართება მატჩი ქალთა ინტერკონტინენტალის ტიტულისთვის. ბოლო მატჩი ჯონ სინა კოდი როუდსის წინააღმდეგ WWE-ის ტიტულისთვის. სინა უკვე ჰილის როლში დაგვირდა, რომ რესლინგს გაანადგურებდა. მოიგებდა ტიტულს, დაამხობდა მსოფლიო ჩემპიონობის რეკორდს და იქნებოდა ბოლო ნამდვილი ჩემპიონი. გამოსვლა შესაფერისი ჰქონდა. არანაირი კადრები მატჩებიდან, უბრალოდ შავზე თეთრად მისი სახელი და გვარი. ბრძოლაზე რო ვთქვათ, main event-ის დონის არ იყო. მატჩში ვნახეთ სინას ჩეთერული მოქმედებები. გამოჩნდა ტრევის სკოტი, რომელსაც კოდი როუდსმა სამაგიეროც გადაუხადა Elimination Chamber-ზე მიყენებული დაზიანებების გამო. ბოლოს ვნახეთ თუ როგორ ცდილობს სინა კამრის გამოყენებას. კოდი ახერხებს წართმევას, მაგრამ ჯონს მაინც ვერ წირავს. სამაგიეროდ ჰილ სინასთვის პრობლემას არ წარმოადგენს ისევ ფეხებს შორის ჩარტყმა და ჯონი მე-17-ჯერ ხდება მსოფლიო ჩემპიონი. რინგის დატოვებისას ის მაყურებლებმა სამადლობელი შეძახილებით გააცილეს, რა დროსაც დაეტყო რეალურად როგორი ბედნიერი იყო ამ უარყოფითი პერსონაჟის მიღმა. მომდევნო რავზე საჩემპიონო პრომოს დროს მის წინააღმდეგ რენდი ორტონი გამოჩნდა. იმედია ბეკლეშზე კიდევ ერთხელ ვნახავთ ისტორიაში ამ ერთ-ერთ საუკეთესო დაპირისპირებას. სინა კოდის მატჩს კი ჩავსვავ კარგში. ასეთია წლევანდელი WrestleMania-ს tier list-ი. თლიან შოუზე რო ვთქვათ, ჩემი აზრით, კარგსა და ნორმალურ შორის იყო. ახლა კი დაპირებული თემების დროა. Stone Cold-ის ავარია. WrestleMania-ს მეორე დღეს main event-ის დაწყებამდე Stone Cold-ი თავისი კვადროციკლით დაბრუნდა. წრის დარტყმის შემდეგ პირდაპირ ბარიკადებს შეეჯახა და მაყურებელი წააქცია. შემდეგ ინტერნეტშიც გავრცელდა ვიდეო ამ შეჯახებამდე, როგორ აცდა სცენაზე ასასვლელს.
Stone Cold-მა გამოაცხადა შოუზე დამსწრეების რაოდენობა, რომელმაც 63,226 მიაღწია. ჯამში ორივე დღეს შოუს 125,000-მდე მაყურებელი დაესწრო. ამის შემდეგ, როგორც ყოველთვის, ლუდი გადაივლო, დაზარალებული მოინახულა და დარბაზი კვადროციკლის გარეშე დატოვა. მერაბ დვალიშვილი WrestleMania-ზე. ახალი არ არის, რომ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები ხშირად სტუმრობენ რესლინგის შოუებს. მაგალითად, ბარსელონაში ჩატარებულ SmackDown-ზე ვნახეთ ლამინ იამალი და ალეხანდრო ბალდე. რავის Netflix-ზე სადებიუტო ეპიზოდში მაკოლეი კალკინი და ტრევის სკოტი. წლევანდელ WrestleMania-ზეც რამდენიმე ცნობილი ადამიანი გამოჩნდა, მათ შორის UFC-დან. ამ კომპანიის პრეზიდენტი დანა უაითი, მებრძოლები ისრაელ ადესანია და მერაბ დვალიშვილი. თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკას, როცა მაყურებლების როლიდან სტუმრები ხშირად რინგზე ინაცვლებენ, იქნებ მერაბის შემთხვევაშიც ასე იყოს და ვნახოთ პირველი ქართველი WWE-ის რინგზე. გამოსვლები რესლინგის მთავარ შოუზე. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია განსაკუთრებული კრეატიული და დასამახსოვრებელი რინგზე გამოსვლები. WrestleMania 41-ზეც იყო არაერთი კარგი გამოსვლა. მაგალითად, Tiffany Stratton-ი ბარბის როლში, Logan Paul-ი დრონით, Seth Rollins-ი ცეცხლსაფრქვევით და უეცარი გარდაქმნით. მაგრამ ჩემთვის საუკეთესო მაინც CM Punk-ის გამოსვლა იყო, რომელსაც წინ პატარა ვიდეო კოლაჟი უძღოდა, თუ რა გზა გამოიარა პირველ main event-ამდე. შემდეგ კი საქმეში უკვე ამერიკული როკ ბენდი Living Colour-ი ჩაერთო მათსავე სიმღერით Cult of Personality. რომელი იყო შენთვის საუკეთესო გამოსვლა? აუცილებლად დაწერე კომენტარებში.